კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კვიციანის ოჯახი ამბობს, რომ ის ოცნების ხელისუფლების პირველი პოლიტპატიმარია. ყოფილი რწმუნებულის გათავისუფლების მოთხოვნით მისმა თანამოაზრეებმა დღეს უვადო შიმშილობა დაიწყეს. ადეკვატურია თუ არა 12 წელი მაშინ, როცა ყოფილი მაღალჩინოსნები, ვინც კოდორის ხეობა უბრძოლველად დათმო დღეს თავისუფლები არიან, ან მინიმალური სასჯელი აქვთ. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებამ საზოგადოების ერთ ნაწილში გააჩინა. შემირცხენია ესეთი ქვეყანა, სადაც ემზარ კვიციანს პატიმრობაში დატოვებენ და ვინც კოდორის ხეობა ჩააბარა, ისინი გარეთ იპარპაშებენ. თავისუფლება ემზარ კვიციანს. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გმირთა მოედანზე შეკრებილ ემზარ კვიციანის თანამებრძოლებს აქვთ. კვიციანის თანამებრძოლებმა გმირთა მოედანზე უვადო შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ემზარ კვიციანს ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ადამიანი დღეს გათავისუფლეს, დაგუპატიმრეს და დასაჯეს და დასწრეს გასაჯელის სკამზე და ამ დროს ვინც კოდორის ხეობა ტყუის გასროლის გარეშე ჩააბარეს, ის ადამიანები გარეთ დაპარპაშებენ და გარეთ დადიან და ეს ჩემთვის მე ვფიქრობ, ძალიან დიდი სისხლია და დიდი მარაზმი, ამაზე მეტი დიდი მარაზმი რა უნდა იყოს რა. ვიცოდით, რომ არც ერთ დღეს არ შეუმცირებდა იმას, რასაც პროკურორი მოითხოვდა. პროკურორი ითხოვდა ერთ რამეს. აღიარე დანაშაული დღესვე გაგიშვებთ სასამართლო პროცესიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას და სამწუხარო ერთი რამ არის. სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუკერა საქმე, რომელიც არც კვალიფიკაციით, არც თვითონ გამოძიებით არ დასტურდება ემზარ კვიციანის არავითარი ბრალეულობა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ის ასე გაიმეტა. პირველი პოლიტპატიმარი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. ეს განცხადება თბილისში გაკეთდა. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ უმოკლეს ვადებში პარლამენტში სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას, რადგან საგამოძიო უწყების გარდა კითხვები ხელისუფლებასთანაც აქვთ. ოჯახის წევრებს აინტერესებთ, რატომ არ მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი ემზარ კვიციანს. ჩვენ ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკური мотиваცია არ აქვს, რომ ემზარ კვიციანს ის მიმართ რაღაცა ტენდენციური იყოს და ის მიმართ განსაკუთრებული რეჟიმი ჰქონდეს დამოკიდებულების. თუ ჩვენ კოდორის ხეობის დაკარგვას ვინმეს დავადანაშაულებს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ეს ხელისუფლება. მაშინ ის ხალხი ცდილობდა იმ რეგიონში თავისი სიტყვის ხმას და მონადირეც და პირადად ემზარ კვიციანს და ძალიან ბევრი ვინც ცხოვრობდა, სადაც იმ ადამიანებს თავისი დაიშვეს კოდორი თავის დროს. შემოვიდა კვიციანთან დაკავშირებით განცხადება და მასალები მანდატის დასრულების შემდეგ, ან როდესაც კომისიამ დაასრულა მუშაობა, შესაბამისად ის სიაში ვერ მოხვდებოდა და ვერ ამოიღებდა სიიდან. ემზარ კვიციანის სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. 2014 წლის 28 თებერვალს კი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აეროპორტში დააკავეს. 12 წელი გამოუტანა მოითხოვა პროკურორმა ეს ხარება არის, ეს არის 2006 წელს, როცა დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე, მაგ იყო მაგ საკითხის პროკურორი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის პარლამენტში შეიქმნას კომისია და ეს გამოძიებული საქმე შეისწავლონ თავიდან ბოლომდე და ობიექტურად შეაფასონ ყველაფერი. მე მაქვს შეკითხვა ქალბატონ ეკა ბესელიასთან. დინა მოიღო პოლიტდევნილის სიიდან ჩემი ძმა ორივეჯერ გაქრა სიებიდან ჩემი ძმის სახელი და გვარი. მე ძალიან მაინტერესებს და გაქვს ამაზე პასუხი. ყოფილ რწმუნებულზე ყოფილმა ხელისუფლებამ ძებნა კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გამოაცხადა. შეიარაღებული რაზმის მონადირის ხელმძღვანელმა მაშინ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. სპეცოპერაციის მიზეზად კი კვიციანის და მისი თანამებრძოლების განიარაღება დასახელდა. მე ვთხოვ, რომ მისი ამბავი დეტალურად გაირკვეს და სამართლიანობა აღდგეს. ემზარი არ არის დამნაშავე. ემზარი არის პატრიოტი და იქნება ბოლომდე პატრიოტი. ოპერაციის დასრულების შემდეგ ოფიციალური ინფორმაციით სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს. იარაღი იპოვნეს ემზარ კვიციანის დის ნორა კვიციანის სახლშიც, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა. თუმცა მოგვიანებით ნორა კვიციანს სხვა ბრალდებების საუყენეს. სასამართლომ მას 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნორა კვიციანი პატიმრობიდან შარშა გათავისუფლდა.
ჩემი ძმა იმიტომ ჩამოვიდა თავის ფეხით, რომ თავის სიმართლე დაემტკიცებინა, მაგრამ სიმართლე არავის არ აინტერესებს თურმე. სიმართლე არ უნდათ მოსმენა და რატო ისთვის გვაწვალეს ამდენი. გამოეტანა პირდაპირ განაჩენი, ჩემი ძმა დახვდება იმ განაჩენს, ჩვენს დახვდებით იმ განაჩენს, მაგრამ სამართალი მას თავის ასზე ის. გამორიცხულია მადი, სამართალი მას თავის ასზე. ენზარ კვიციანის ოჯახის წევრები და მეგობრები ხუთშაბათს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ.